ტრამპის ბლოკადა უკვე ძალაშია და ის ამბობს, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტა კარგად ნარჩუნდება. ვიტყოდი, რომ კარგად ინარჩუნებს აქვს. მათი არმია განადგურებულია. მათი მთელი საზღვაო ბლოდი წყალქვეშა. იცი, რომ მას 48 გემი გაუჩინარდა. მათი საზღვაო ბლოდი დასრულებულია. მათი ნაღმსატყორცნების უმეტესობა აღარ არსებობს. ჩვენ ბევრი ადამიანი ყავს, როგორც იცით, ხვალ-დილის 10 საათზე ბლოკადა ამოქმედება. ეს ხვალ-დილის 10 საათზე იქნება. სხვა ქვეყნები მუშაობენ იმაზე, რომ ირანმა ვერ შეძლოს ნავთობის გაყიდვა. და ეს ძალიან ეფექტური იქნება. ოთხვარსკვლავიანი გენერალი ჯეტ კინი ახლა შემოგვიერთდა. გენერალო, რა უპირატესობას გვაძლევს ბლოკადა? ეს მნიშვნელოვანია. გულისხმობ, რასაც ვაკეთებთ, აშკარად არის ის, რომ ვაკავებთ მთელ ნავთობს, რომელსაც ირანი სხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროშის გემებით ექსპორტირებს. ამიტომ ირანიდან ექსპორტისთვის ნავთობის არც ერთი რაოდენობა არ გამოვა. და ეს უკვე ძალაშია, სანამ საუბრობთ. ამას დრამატული გავლენა აქვს მათზე, უდავოდ. გულისხმობ, კარგის კუნძულზე განაწილების პუნქტიდან გამომდინარე, ეს მათი ნავთობის განაწილების 80%-ზე მეტს წარმოადგენს და აქედან არაფერი გაივლის. ასე რომ, რაც აქ მოხდა არის ის, რომ ირანმა მართლაც მოიპოვა სუნთქვის საშუალება ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით. ჩვენ წავედით ცეცხლის შეწყვეტაზე, მათ სურდათ ომის შეჩერება და პრეზიდენტმა ტრამპმა ეს შეაფასა. და მე ვფიქრობ, რომ დროის შერჩევა განსაკუთრებული იყო. იცი, მოლაპარაკებები იშლება და მე ვფიქრობ, სტიუარტ, ირანელებმა არასწორად გათვალეს, ვფიქრობ, მათ ზედმეტად ენდობოდნენ იმას, რაც მიიღეს. ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით არ მინდა შევამცირო მათი მიღწევა მისი დახურვით. მათ ეს გააკეთეს, მაგრამ ვფიქრობდნენ, რომ ამას უფრო დიდი გავლენა ექნებოდა პრეზიდენტის და ჩვენი მოლაპარაკებების მონაწილეების აზროვნებაზე. მე ვფიქრობ, რომ ისინი იქ შევიდნენ იმ აზრით, რომ ჩვენ ადვილად დავთმობდით სასოწარკვეთილებიდან გამომდინარე. მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე, არანაირად. მართლა, ანუ პრეზიდენტმა საჯაროდა სქვადა, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების მონაწილეებსაც პირადად უთხრა, რომ მას ყველაფერი უნდა. და დარწმუნებული ვარ, რომ მას უკან დაუძახეს, რათა დეტალური უკავშირი მიეღო წინადადებაზე. მან თქვა, არავითარ შემთხვევაში არ არის რაიმე დათმობა, რაც მათ სურდათ. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ ყველაფერი, რაც გვინდოდა, ასე რომ საბოლოო შეთანხმება არ არსებობს. და მოლაპარაკებების თემაზე საუბრისას ხარიბაფი მუდმივად გადიოდა, რათა ვიღაცა მნიშვნელოვანთან ესაუბრა. მე მჯერა, რომ ეს ადამიანი ძალიან დიდი ალბათობით მად ვახიდია, IRGC-ის ლიდერი. თუმცა, ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. იცი, ის არ არის მთავარი ხელმძღვანელი, პირველი და მეორე მოუკალით, მაგრამ ეს კაცი ხისტია. ხისტია თუ ასეა, რევოლუციური გვარდია აკონტროლებს ირანს. ნამდვილად, სწორია, მაგრამ ეს დიდი ბიძგია. ჩვენ ყველაფერი წავართვით ირანელებს და ვნახავთ. შეხედე ირანს. იცი, ომის საკითხი ისაა, რომ ეს ძირითადად ნებისჭიდილია და შენს მოწინააღმდეგეს აქ ყოველთვის აქვს ვარიანტები. და მგონი ეხლა ხარ ვაიძულეთ შეცდომა და ბურთი დავიბრუნეთ. დიახ, აქ ვართ ეხლა. კარგი, მაგრამ ირანელებს აქვთ არჩევანი. მათ შეუძლიათ შექმნან ჩიხი და გვაიძულონ ვიცვალოთ. თქვან, რომ ნავთობი და ეკონომიკა მათთვის უფრო მნიშვნელოვანია. აიძულონ ამერიკელები უკან დაიხიონ, მეორე მხრივ მათ შეუძლიათ ეს გამოსცადონ. გააგზავნონ თავიანთი ნავთობის ტანკერები იქ და ნახონ, რას ვიზამთ ჩვენ. მე ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენი საზღვაო ქვეითები მის ბორცზე ავლენ და გააჩერებენ. აი ეს უნდა გავაკეთოთ. მათ შეუძლიათ გადადგან გარკვეული კინეტიკური ნაბიჯი, სტიუარტ. მე სიტიო დიახ ბოდიში მინდა ამაზე გავამახვილო ყურადღება, რადგან სენატორი მარკ ვორნერი ამბობს, რომ აშშ-ს ათასობით სახმელეთო ჯარისკაცი დასჭირდება, თუ ირანის ურანის კონფისკაცია გვინდა. მოისმინეს კიდევ ერთხელ. ამ მთავრობამ იცის ფაქტობრივად ამ არჩევითი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამის გახსენებება, ამ გამდიდრებული ურანის მოშორება ნიშნავს ძალიან არასტაბილურ 1000 ფუნტიან ცილინდრებს. ეს არ იქნებოდა მარტივი ოპერაცია. საჭირო იქნებოდა 10,000 ჯარისკაცი ადგილზე, რომ პერიმეტრს დაეცვა. ჩვენ მოგვიწევდა სპეციალური ოპერატორების გაგზავნა და ირანელებს შეეძლებოდათ თავად დააბომბათ ეს ობიექტი, რაც პოტენციურად ჩვენს ჯარისკაცებს მომწყვდევდა და ეს არასტაბილური ურანი ძალიან საშიში იქნებოდა. ის მართალია, რომ 10,000 ჯარისკაცი დასჭირდებოდა და თიას თქვით პრეზიდენტი ამას გააკეთებდა? კარგი, მიხარია, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს სამხედრო ოპერაციების დაგეგმოსთან. პოლიტიკოსის უნარებს სემპათივს, მაგრამ მას არ აქვს წარმოდგენა, რაზე ლაპარაკობს სამხედრო ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, ხომ ასეა?
ხო, მინდა ვთქვა, ეს საკმაოდ უპასუხისმგებლო ქცევაა, როცა 10,000 ჯარისკაც მიწაზე აგზავნი, რომ ირანელებმა უბრალოდ თავისუფლად ესროლონ ამ 10,000. პირველ რიგში, ტერიტორიის დასაცავად ამდენი ჯარისკაცი არ დაბჭირდება, რადგან საჰაერო სივრცე ჩვენს კონტროლქვეშია, ხომ ასეა? ამიტომ ჩვენ არ ვდარდობთ სახმელეთო თავდასხმაზე. თუ გარკვეული დროით ხმელეთზე დავჭებით და არ ვამბობ, რომ ეს რთული ოპერაცია არ არის, საფრთხე სხვა სახმელეთო ძალებისგან არ წამოვა. ჩვენ შეგვიძლია ამას გავუმკლავდეთ, რადგან ზემოთ მთელი სახაერო ძალა გვაქვს. ისინი იქვე იქნებოდნენ, ხომ გესმით? იქნებოდა დრონები, რაკეტები და მართვადი რაკეტები. ეს იქნებოდა საფრთხე და როგორ გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს? მაგრამ მოусმინე, თუ ასეთ ოპერაციას ჩავატარებთ, CENTCOM-ის მეთაური ადმირალი ბრედლი და SOCOM-ის მეთაური, რომელიც ძალებს მიაწვიდა, პრეზიდენტს რეკომენდაციას არ მისცემდნენ თუ არ იჯერებდნენ, რომ რისკი მისაღებია იმ მისიის თვალსაზრისით, რომელსაც ვცდილობთ შევასრულოთ და ჩვენი ჯარისკაცებისთვის არსებული რისკის გათვალისწინებით. არ უარყოფ რისკებს ჩვენი ჯარისკაცებისთვის. დიახ, არ ვამბობ, რომ სხვერპლი არ იქნება. შეიძლება იყოს. ყოველთვის, როცა ბრძოლაში შედიხარ, შეიძლება იყოს სხვერპლი. მაგრამ მოусმინე, რომ გაიგო სტივართ, არსებობს სხვა გზებიც ამის მისაღწევად. ერთი გზა იქნებოდა კარგის კუნძულის კონტროლის აღება, ან თუნდაც მისი კონტროლი დამუქრება, რომ უთხრა, გადმოგვეცით, ნებაყოფლობით უარი თქვით ბირთვული გამდიდრების პროგრამაზე, თორემ თქვენს მთელ ნავთობს 90%-ზე მეტს აგართმევთ. ან ჩვენ დავითოვებთ მას, ან გავანადგურებთ. დიახ. ერთი ან მეორე. კარგი. ასე რომ, ეს კიდევ ერთი ბერკეტია, რაც გვაქვს. არც ერთ ჯარისკაცს არ გავისკავთ. ნახე, ირანელებმა უნდა აირჩიონ, შეასრულებენ თუ არა. ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთან საუბარი, გენერალო. თქვენ იცით, რაზე ლაპარაკობთ. დიდი მადლობა, გენერალ ჯეკ კინ. მალე შევხვდებით. როდესაც ყურადღება ირანზეა გამახვილებული, ფოკუსი ასევე ლიბანზეცაა, სადაც ისრაელი და ირანელების მიერ მხარდაჭერილი ხეზბოლა კვლავ აგზელებენ შეტევების გაცვლას. აქ შეგიძლიათ ნახოთ ისრაელის შეტევის შედეგები, რომელიც კვირას მოხდა. ჰეზბოლა ამ თუთებშიც აგზელებს რაკეტების გაშვებას ისრაელის ჩრდილოეთის მიმართულებით. ამ შაბათ კვირას ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ისრაელ კაცმა მოინახულეს ლიბანის სამხრეთი, რათა ენახათ ჯარები, რომლებიც ჰეზბოლას ებრძვიან. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მხოლოდ ერთ რეგიონში უკვე გაანეიტრალეს ჰეზბოლას 100-ზე მეტი მებრძოლი, ნეთანიაჰუმ შემდეგი დაამატა. ჩვენი მტრები, ირანი და ბოროტების ღერძი, მოვიდნენ ჩვენი გასანადგურებლად და ახლა უბრალოდ თავიანთ გადარჩენისთვის იბრძვიან. ამას ყველა ფრონტზე ვხედავთ. ეს არის ისრაელის სახელმწიფოსა და ისრაელის თავდაცვის ძალების განსაკუთრებული მიღწევა, როგორც რეგულარული ჯარისკაცების, ასევე ჩვენი შესანიშნავი რეზერვისტების. ისრაელის ხალხი მოგესალმებათ. ისრაელი და ლიბანი ამ კვირაში ვაშინგტონში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან, რომლის მიზანია ჰეზბოლას განიარაგება და ორ ქვეყანას შორის მდგრადი მშვიდობა. ჰეი, ტრეი, ფიქრობ, რომ ისრაელი დაზარალდება თუ ისინი წითელი ზღვის ჩაკეტვა შეეცდებიან, როგორც იმუქრებიან თუ ბლოკადას გავაგზელებთ, რას გავაკეთებთ დაახლოებით 1 საათში. რა თქმა უნდა, ჩვენ საუბრობთ ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე, ტერიტორიაზე, სადაც ირანელებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი წარმომადგენლები, ჰუთები იემენში, რათა დაბლოკონ საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტირება. მათ ამით დაიმუქრნენ, თუ მათი პორტები ჰორმუზის სრუტეში დაიბლოკება. ადრე უკვე ვნახეთეთ, როგორ ჩაერთნენ ჰუთები პირდაპირ ამ კონფლიქტში. თავარი შეშფოთებაა ის, რომ ირანმა შესაძლოა მართვაც გამოიყენოს ჰუთები წითელ ზღვაში გემებზე სარაკეტო ან დრონებით თავდასხმისთვის, რაც ძალიან სახიფათო იქნება. ეს ყველაფერი ხდება იმ პირობებში, როდესაც შეერთებულ შტატებს სრული კონტროლი აქვს არა მხოლოდ ზღვაზე, არამედ ირანის სახაერო სივრცეზეც. ბოლო 80 დღის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის საზღვაო ძალები გაანადგურეს. ამიტომ მათ ძალიან ცოტა ვარიანტი აქვთ, რომ უპასუხონ შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ბლოკადას ჰორმუზის სრუტესთან მხოლოდ 2 საათში. მაგრამ არსებობს დიდი კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და სად უპასუხებენ ირანელები. რეალისტურად რა ვთქვათ, ტრეი, მოხდება რეჟიმის შეცვლა. რადგან როდესაც რუკას უხურებ, ირანი ტერიტორიულად უზარმაზარია. და არ ვიცი, რამდენი მათი სამხედრო ან რეჟიმის წევრი შევძელით გაგვეყვანა, მაგრამ რა შანსებია? ეს ძალიან კარგი კითხვაა. და ნახეთ, შეერთებული შტატებისა და დონალდ ტრამპის მთავრობის ყურადღების ცენტრი არ არის რეჟიმის შეცვლა. ჩვენ ეს მოვისმინეთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან, დივან პიტ ჰაქსეტისგან, ასევე ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელობისა და გაერთიანებული შტაბის უფროსისგან. შეერთებული შტატები არ ცდილობს რეჟიმის შეცვლას, მაგრამ მე ვისაუბრე რეგიონულ და სადაზვერვო წყაროებთან აქ ისრაელში, რომლებიც ამბობენ, რომ თუ ირანის ეკონომიკაზე ზეწოლა გაგრძელდება, ეს შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს შიდა ზეწოლა ამ რეჟიმის დარჩენილ ნაწილზე.
და სწორედ ამიტომ არის, რომ შეერთებული შტატებისა და ისრაელის მუქარების მთავარი სამიზნე ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა. ისინი აცნობიერებენ, რომ ეს ირანის ეკონომიკის ერთ-ერთი კრიტიკული ნაწილია. თუ ეს გახდება სამიზნე და ირანელები არ დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავიანთ ბირთვულ პროგრამასა და ჰორმუზის სრუტეზე, ეს კიდევ უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს რეჟიმზე. ეს აუცილებლად არ ნიშნავს რეჟიმის შეცვლას. ეს შორეული მიზანია, განსაკუთრებით ისრაელისა და შეერთებული შტატებისთვის. მაგრამ როცა უყურებ სიტუაციას ადგილზე, ირანის რეჟიმი და მისი რევოლუციური გვარდიის ძალები თევ ქვეყანაში ჯერ კიდევ აკონტროლებენ ირანის მთავარ ქალაქებს. ტრეი, რა პოზიცია აქვს პაკისტანს? ვიცი, რომ ისინი ამ შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა და აშკარაა, რომ ირანელები კიდევ ერთხელ მოვიდნენ მოლაპარაკებაზე არარეალური წინადადებებით. ამიტომ პაკისტანმა ისინი დაარწმუნა, რომ მოლაპარაკების მაგიდას დაბრუნებოდნენ. კი, რთულია ესეთი ადამიანებთან მუშაობა, ასე რომ ისინი დაგვიჭერენ მხარს თუ დაუბრუნდებით, როგორც პრეზიდენტი ამბობს. იცი, ყველაფრით დაბომბვას რომ იწყებთ. მოხსენებები მიუთითებს, რომ შუამავლები ცდილობენ მხარეების შეკრიბონ ორი მნიშვნელოვანი საკითხის გადასაჭრელად: ირანის ურანის გამდიდრება და მდგომარეობა ჰორმუზის სრუტეში. პრეზიდენტი ტრამპის მიზანი მარტივია. არ დაუშვას, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. პრეზიდენტმა დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა მრავალი მნიშვნელოვანი ინფორმაციით. მანამდე მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და კუშნერი კეთილინებით მივიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. მაგრამ ირანელებმა დელეგაციას უთხრეს, რომ მათ უკვე აქვთ მაღალგამდიდრებული ურანი, რათა შექმნან 11 ბირთვული ბომბი. არსებობენ თავრობის კრიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ოპერაციის ჩატარების მიზეზი არ არსებობდა, მაგრამ პრეზიდენტი სწავლობდა სადაზვერვო ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ირანელები ბირთვული იარაღის შექმნის ზღვარზე იყვნენ. და რაც შეეხება გამდიდრებულ ურანს, ჩვენ ვსაუბრობთ მასალაზე, რომელსაც აქვს 60%-იანი სისუფთავე. ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია. 90%-იანი სისუფთავის შემთხვევაში ეს მასალა სამხედრო დანიშნულების ხდება. თუ ირანელები შეინარჩუნებენ ურანს და იმ ობიექტებს, სადაც ინახება და იწარმოება მეტი გამდიდრებული ურანი, ისინი ბირთვული იარაღის შექმნას კიდევ უფრო მიუახლოვდებიან. პრეზიდენტი მკაფიო იყო. ეს წითელი ხაზია ზევა ერბაისთვის. ირანელები ან უარს იტყვიან თავიანთ გამდიდრებულ ურანზე, ან ის მათ წაართმევენ. დიახ და გახსოვდეთ, რაც შეეხება JCPOA-ს, თუ ხალხი ფიქრობდა, რომ ვთამაშობდით, თითქოს ეს დიდი შეთანხმება იყო, ისა ოთქლდებოდა. ის არსებობდა, მაგრამ 10 წლის შემდეგ ვადა გაუვიდა. მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ ისეთი გამდიდრება, როგორიც სუდათ და სამით მარტივად მიაღწევდნენ 60%-ს, როგორც ნახეთ. ტრეი, მადლობა.